გესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდათ გიორგი წამალაძე, აბა როგორ ხართ? დღეს ჩვენ გადავიღებთ მეგობრებო ღამე გადარჩენის ვიდეოს მე-14 ეპიზოდს დიახ მეგობრებო და ამ ღამე გადარჩენის სახელია უცნაური მეზობელი. ეხლა კი დავიწყოთ უცნაური მეზობელი. ვახ, რამდენი ხანია ამ ქალაქში ვცხოვრობ. არავინ აღარ არის, მოკლედ ამ ქალაქში ყველა წავიდა ამ ქალაქიდან. მარტო მე და აი იქ რო ცხოვრობს მეზობელი დავრჩით. ძალიან უცნაური მეზობელია. წივილ-კივილი გამოდის მაგის სახლიდან. ხან ის არის რა ქვია, ყურადღებას არც მაგცევს, არც ლაპარაკობს ხალხთანაც, საუბრობდა ადრე რო ცხოვრობდნენ. ეხლა ყველამ დატოვა ეს სახლები და აღარ ცხოვრობენ. შევალ ჩემ პატარა სახლში ესეთი სახლი შემხვდა. ძალიან ცუდი სახლი მაქვს. არა უშავს. ой, რა ხდება? გული გამისკდა. მოდი აქ. ой, რა ყვირილწივილი, აი ამაზე ვსაუბრობდი. სუჩხუბობს ეს კაცია თუ ქალი კაცი ხო? ой, მამიშვალეთ. ой, რა ყვირილწივილია ჩემი კაი ხარ გავუფრინე. ხოდა ესეთი სახლებია რა. ვაიმე, ეხა უნდა დაუკაკუნო ბოლო რა წივილ-კივილია, ვაიმე, ძალიან ჩხუბის ხმა და მოდი დაუკაკუნოთ ეხა. არა, გამეშვი. აი რა ხდება ბიჭო, რა არის ძმა? აი დაუკაკუნოთ ეხა. კარგი, მოკლედ დაუკაკუნოთ ეხა რა. კაკუკ, ისმის? ვინახარ, რა გინდა ჩემ სახლში, წადი აქედან, მე ხალხი არ მიყვარს. უკაცო, ძალიან წივილ-კივილი გამოდის და ძალიან მეშინია და რა ხდება? რა ხდება და არაფერი არ ხდება, წადი მეთქი აქედან. ვაიმე, აი წავალ. შენ კიდე მოდი აქ. ვაიმე. გავიცალო ჯუბია, ვაიმე, აი ამაზე ვამბობდი, უცნაური მეზობელია თქო და ის რა ქვია, მოჩხუბარია იმენა და სუჩხუბობს და ღრიალებს თქო. ამაზე ვამბობდი, წავალ ეხა ცოტა გავისეინებ იქით, ვაიმე. რა დაიყვია, გული გამისკდა, ვაიმე, ეხაც მეშინია. ესეთი ლამაზი ქალაქია, მაგრამ არავინ აღარ ცხოვრობს. ყველა წავიდა ამ სახლიდან და გაიქცა. ეს რა არის? აი, წიშკოშა რაღაცაა, ხვადრი განაკეთეს ომის დროს. კაი. წავედი ხა რა დავიძინებ, კაროჩე რა ცოტა ხანი დავისვენებ რა. დავისვენოთ ერთი. წავიდეთ, წამოვწვა და რო დაღამდება მაგდროს უკვე დავიძინებ და ხო რა. აი, კოლცს ვისვიდა შეიჭა. კაი, წამოვწვეთ აბა, ცოტა ხანი დავისვენებ. დროზე მეთქე, მოდი მოდი მეთქე, უწყალი დავლივ ახლა. ვაიმე, რა ხდება ძმაო, ბიჭო ეხა. ვაუ, მეძინა და გამაღვიდე ბიჭო, ვაიმე. აუ, მოდი აქ მეზობელო, ეხა ძალიან გავბრაზდი შენზე. კაკუკ. ეს კიდე ვიღა? მოვდივარ. შენ ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა, წადე მეთქე. ძალიან წივილ-კივილი გამოდის, გამაღვიძეთ უკვე თქვენმა ჩხუბმა, ვინც ახარ, მარტო შენ არ ცხოვრობ. წადე მეთქი დროზე. აღარ შემოხვიდე. ვაიმე. ბიჭო! ვაი, კაი. აუ, ერთი აზრი მაქვს რა. რო დაღამტიბა, მეორეზე ალბათ იქნება და უთვალთვალებ კაროჩე რა და გავიგებ რა ხდება ამ ბოროტი მეზობელის სახლში. დაველოდოთ მოკლედ დაღამებას, მაგამდე აქ
დავჯდები. მოკლედ ჩამოღამდა და წავიდეთ ალბათ მეორე სართულზეა თავის, ორსართულიანი აქ. წავიდეთ. ესეც მოკალისო. რაო? მოკალიო? კაი ჩუმად. ჩუმად. ღია კარები. ვაიმე რა ბაგაბუგის ხმა. მოიცა? ავი მოგიჩვენა. კაი მოკალად ესეც მოკლედ გავაკეთოთ. ჩუმად წავიდეთ. თხილად და აქ არის. ოპა. ისო ხალხი მოკლედ ეს სისხლია? რაო? ხო, შენ რო შემოხვედი ქალს გკლავდე. ორო. ვაიმე! ყველა მაცხოვრებელი მე მოკალი და იმიტომ გადავიდა ხალხი. მოდე აქ. ვახ, შო აღარ დამარტყა. ვაიმე! არ გაიქცე. ვაიმე, მალე! წავიკეცი, ვაიმე, გამაცრო. გადუხტები წყალში და გავცურო. ეს იყო მეგობრებო ღამე გადარჩენის მე-14 ეპიზოდი. ამ ღამე გადარჩენას ერქვა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ უცნაური მეზობელი. თუ მოგეწონა დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით დახვამდის. მოკლედ და ამბავს მოგიყვებით, ხო? ეს ბიჭი, რომელიც ამ ადამიანის მეზობელი იყო, გაიქცა, როცა ცურავდა გემი მიუახლოვდა მას და გემით წავიდა რაღაც ქალაქში, სადაც ზოგი მაცხოვრებელი იქ იყო გადაცხოვრებული, ხო? მოუყვა ეს ამბავი, ჩვენც მაგიტო გადავედითო და ასე შემდეგ. ზოგი მაცხოვრებელი თურმე ამ კაცს მოუკლია. 1-2 მაცხოვრებელი, რომელიც ვერ გაიქცა. გემშვიდობებით დახვამდის, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი დროებით. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, რადგან გაიქცა ბიჭი და ხალხთან ერთად მივიდა. ნახვამდის.